შემოგვიერთდა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დიაკონოზი დავით მექვაბიშვილი. დილამშვიდობისა მამა დავით. დილამშვიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს დღეს, ჩვენს რადაცემაში, რატომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, ფაქტობრივად თემის სათაურითვე დასმულია პირველი შეკითხვა, რაც უნდა დაგისვათ. მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს წმინდა წერილის კითხვა. რა არის წმინდა წერილი და რატომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, რომ აუხსნათ მაყურებელს და რან გვიმარტოთ? დიახ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა წერილის თითოეული სიტყვა არის ღვთისგან გამომავალი სიტყვები, მისი გადაგებები, მისი სწავლებები, ხილება ჩვენი ადამიანური ბუნების ნუგეში, რადგანაც ძალიან ხშირად ჩვენ განსასწრებლებში ვარდებით და თუ ჩვენ გვექნება ხშირად შეხება წმინდა წერილთან, ბუნებრივია გვექნება ცხოვრების სახელმძღვანელოც და გვექნება კავშირი უფალთან. უფალი ამბობს, რომ ვისაც მე უყვარვარ, ჩემი სიტყვები დაიმარხოს. და ვიცით რომ ეს ლოცვის დროს, როდესაც ჩვენ ლოცულობთ, ღმერთს ვცდილობთ რომ დაველაპარაკოთ, ნუ კი გონება გვეფანტება, გვიჭირს ყურადღების მოკრება, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე ვცდილობთ უფალთან კონტაქტზე გასვლას და იქიდან თქვათ ესე საუბარი როგორც ესეთი ჩვენ არ გვესმის. ჩვენი ლოცვა თუ შეისმინა უფალმა, ყურადღებით ვილოცეთ, რაც გარკვეულ ნუგეშს და სიმსუბუქეს და მალს და გონებისა და გულის სინათლეს ვგრძნობთ. ხოლო თუ გვინდა რომ ღმერთი დაგველაპარაკოს ჩვენ, აუცილებლად უნდა ყოველდღურად ვიკითხოთ წმინდა წერილი. ძველ აღთქმაში ღმერთი გვესაუბრება თავისი წმინდა წინასწარმეტყველების მიერ, ხოლო ახალ აღთქმაში გვესაუბრება საკუთარი მხოლოდშობილი ძის მაცხოვარი იესო ქრისტეს მეშვეობით. ნუ საუკუნეების განმავლობაში ძველი აღთქმის ეკლესიაში და ახალი აღთქმის ეკლესიაში იდებოდა წმინდა წერილის წიგნები და ესე იგი მდიდრდებოდა ყველანაირად სიბრძნით, სიყვარულით მოწმუნეები და სხვა ვერაფრით ვერ წარიმართავს ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ჭეშმარიტების აზრი დადგეს თავის ცხოვრებას და თავის გზას, თუ არ იკითხა წმინდა წერილი. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ, რომ ყველამ ვიცით, რომ ძალიან კარგი არის ბიბლიის კითხვა, ბიბლიის შემეცნება, მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან დიდი სულიერი ბრძოლის და ასპარეზის წინაშე დავდექით თანამედროვე ადამიანები. ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ჩვენს გარშემო, ბევრი მოვლენები და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ადამიანს აღარ რჩება, ესე იგი, შინაგანი რესურსი იმისთვის, რომ ადგილი აღარ რჩება საკუთარ თავში, რომ მოისმინოს ღვთის სიტყვები და თუ რაღაც მცირე დოზით მაინც აი ჩვენ ვამბობთ, რომ აი სახარების ერთი თავი ვიკითხოთ ყოველდღიურად. ეს ერთი თავი სახარება, რომელსაც ჩვენ ხშირად მაინც ვერ ვკითხულობთ, რომ წავიკითხოთ, ვერ ანეიტრალებს აი წუთის სოფლიდან მომდინარე ტალღებს და ყოველივეს, რაც ძალიან ხშირად ამაუება არის, ილუზიური სამყარო არის, მოჩვენებითია, დროებითია და წარმავალია. ნუ გამოსავალი ის არის, რომ დავიწყოთ რაღაც დონეზე წმინდა წერილის კითხვა და თანდათანობით ვეცადოთ რომ გავზარდოთ ეს ჩვენი მოცემული დრო წმინდა წერილის წდომაში. აი მაგალითად წმინდა სერაფიმ საროველი, რომელმაც სეპირად იცოდა მთელი ახალი აღთქმა იმისთვის რომ დავიწყებას არ მიცემოდა მასში ეს ღვთის გადაგებები, მცნებები და ეს რაღაც დიალოგი რო არ მოკლებოდა ქრისტესთან, ყოველდღე ბოლომდე ასე გადაეკითხავდა მაინც სახარებას და თქმა უნდა ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის, თუ გვინდა რომ უფალთან ურთიერთობა ვისწავლოთ, ქრისტეს სიყვარული აღვასრულოთ, ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, განსაკუთრებით ახალი აღთქმა. ნუ ძველ აღთქმაში ბევრი ისეთი წიგნი არის, რომლის გაგებაც საკმაოდ რთული არის, ამას აუცილებლად ჭირდება განმარტება ზოგადად წმინდა წერილს განმარტება ჭირდება და ეს განმარტება დევს ეკლესიაში, აბსოლუტურად ბიბლიის ყველა წიგნზე.
ძველი აღთქმა, ცოტა ისეთი არის შეუსაბამო ახალ აღთქმასთან მთელ ასპექტებში და ძველი აღთქმიდან წმინდა მამები გვირჩევენ, რომ გამოვარჩიოთ ფსალმუნის წიგნი, როდესაც დიდი მარხვა იწყება, ეკლესიაში იკითხება დაბადების წიგნი, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი არის, ხოლო ახალ აღთქმაში ყველა წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის, რა თქმა უნდა, აპოკალიფსიც გამოცხადებაც, აპოკალიფსი ახლა ბოლო წიგნად არის შერაცხილი ახალ აღთქმაში, მანამდე სხვა წიგნები უნდა ვიკითხოთ, მაგრამ აი ესეთ რომ თქვა, აი მაინდა-მაინც მათეს ახარება ვიკითხოთ ან მარკოზის ან სხვა რომელიმე კონკრეტული ეპისტოლე ესე არ არის, ძველ აღთქმაში შეგვიძლია გამოვარჩიოთ დაბადების წიგნი და ფსალმუნი, ხოლო ახალ აღთქმაში ყველა წიგნი უნდა ვიკითხოთ და აი ეს კითხვა ხშირად ორი სანიშნე უნდა ჩავდოთ, ესე ვთქვათ, შეიძლება სამიც, ზოგს შეიძლება 4 სანიშნეც კონდეს ახალ აღთქმაში, ერთის მხრივ სახარება, მეორეს მხრივ საქმე მოციქულთა ეპისტოლეები და აი ასე ამგვარად ნამდვილად თანდათანობით გამოვალთ ჩვენ ლეთარგიული ძილიდან და ჩვენში გაძლიერდება რწმენა. პავლე მოციქული ამბობს, რომ რწმენა მოდის ღვთის სიტყვების მოსმენისაგან. თუ ყოველდღიურად ჩვენ მოვისმენთ ღვთის სიტყვებს, ჩვენში გაძლიერდება რწმენა და რწმენა რომ გაქვს, რა თქმა უნდა, ამით შენ ახლოს ხარ უფალთან, მერე შენს ლოცვასაც უფრო მეტი ძალა ეძლევა, უფრო მეტი მსურველი გიჩნდება, რომ ტაძარში წიარო, გასუფთავდე შინაგანად აღსარება ჩააბარო, ეზიარო და დღეს ძალიან პრაქტიკულია ის, რომ ბოლო-ბოლო ახლა თუ წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ჯიბით გქონდეთ პატარა სახარება და თავისუფალ დროს მცირე ამონარიდი ეპიზოდი წაიკითხეთ, შეიძლება ჯიბით ესე ვერ ვატაროთ სახარება, მაგრამ აი ტელეფონში შეიძლება რომ ბიბლიის აპლიკაცია გქონდეს, დღეს ისედაც ყველა ტელეფონშია და სულაც არ იქნება რაღაც ისეთი, რომ აი მე ლოცულობ, მე ბიბლიას ვკითხულობ და სხვა დანარჩენი ცოდვილები არის ხოლმე ის, რომ ადამიანი დაიჭერს იმას და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კითხულობს, რთულია ეხლა რომ აი ეს გადალახო, რომ აი შენ ლოცულობ და სხვები რაღაც საუბრობენ რაღაც ამიწიერ თემებზე და მე შენ არ განიკითხო ეს ხალხი და ზოგადად რთულია რომ გონება არ გაგეფანტოსოს. აი ბიბლიის კითხვა ეხლა ძალიან პრაქტიკულიც იყოს, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებთ, თქვათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გავხსნათ და მცირე რაღაც ეპიზოდები აღმოვიკითხოთ. პირველ ეტაპზე უნდა მივეჩვიოთ ხშირ ურთიერთობას, ყოველდღიურ ურთიერთობას, დღეში რამდენიმეჯერაც წმინდა წერილთან, როგორც სხეულს ესე ვაძლევთ ხორციელს აზრდოს, კუნთებს ვავარჯიშებთ, რომ ატროფია არ განიცადოს, გონებას სხვადასხვა რაღაცა საგნების და სავარჯიშოებით ვავარჯიშებთ, სულის ავარჯიშო და გამომზრდელი არის ღვთის სიტყვები, როგორც უფალი ამბობს სახარებაში, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა და დღევანდელ ესე იგი ცხოვრებაში, ლაბირინთულ ცხოვრებაში, რაც გამოსავალს მოგცემ ჩვენ არის ღვთის სიტყვები, როგორც ფსალმოში არის დაწერილი, რაითამე წარიმართოს ჭაბუკმა გზა ითვისი, არამედ იმარხნეს თუ სიტყვანი შენ. პირველ ეტაპზე არის რომ რაღაცნაირად ეს არ არის მარტივი რომ ეხა ბიბლია გვამხელს ჩვენ, ამხელს ჩვენს დაცემულ ბუნებას, არავის არ ინდობს ბიბლია, მათ შორის წმინდანებსაც და შენ შეიყვარო ეს მხილება, მაგრამ უნდა შევიყვაროთ და რომ უფრო ბრძენი და უფრო ჭკვიანები და უფრო კეთილები გავხდეთ. ამავე დროს ახლა მარტო მხილება ხო არ არის ბიბლიაში, არის ნუგეში, არის სიყვარული, არის ქრისტესთან ერთობა და ამის შემდგომ აი ეს თეორიული სწავლებები უნდა ვეცადოთ რომ დავნერგოთ ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში. კი საუკუნეების განმავლობაში მრავალი წმინდანი წერდა წმინდა წერილის განმარტებას და ისინი პირადი ცხოვრებით აღასრულებდნენ წმინდა წერილს წმინდანები, მაგრამ დღეს ჩვენ კიდევ უფრო ეს ახალი რაღაც გამოცდილების და ახალი რეალობის შედგენა გვიწევს თანამედროვე ქრისტიანებს, იმიტომ რომ დღეს რა გამოწვევებიც არის წინა საუკუნეებში ეს ყველაფერი არ იყო და აი ეს უნდა ვისწავლოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ინდივიდუალურად და მოძღვართან შეთანხმებით. ახლა ისიც არის რომ მარტო ბიბლიის კითხვით ჩვენ
ვერ დავდგებით სრულყოფილების გზაზე და ვერ მივაღწევთ სულიერ წარმატებას. ეტაპი არის ალბათ ეს შეჩვევა სწორედ შემდგომ ალბათ ამ ყველაფრის გარჩევა, გააზრება და შემდგომ უკვე მოქმედებაში მოყვანა ამ ყველაფრის. ხომ ერთია მე წავიკითხე და მეორეა რამდენად გავიაზრე ეს გავატარე გულში გონებაში და ქმედებაში აღვასრულებ ამ ყველაფერს. დიახ და მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომლებზეც განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს ბიბლიის ოდენ თქვათ ერთმა რაღაც ეპიზოდმა და ამის შემდგომ მათ შეცვალეს თავისი ცხოვრება. აი გავიხსენოთ წმინდა ანტონი დიდის მაგალითი, ნუ ახლა ის წმინდანია და მაგრამ თავდაპირველად სულაც არ იყო წმინდანი, ხო, ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მიწიერებაში, ასე ვთქვათ, ათქვეფილი, როგორც თითოეული ჩვენთაგანი, სანამ დავიწყებთ სულიერ ცხოვრებას და როდესაც მოისმინა სახარებისეული შეგონება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი უნდა დატოვოს ყველაფერი და შეუდგეს ქრისტეს, მან საკუთარი ცხოვრებით აღასრულა ეს და გახდა განდეგილური ცხოვრების ყველაზე დიდი პოპულარიზატორი და გადაგებელი და ესე მრავალი ადამიანის ცხოვრებაში მეც რომ იხსენებ ხა ჩემს პირველ ნაბიჯებს თუ როგორ მივედი ეკლესიაში, ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი იყო ბიბლიის სიყვარული. უფალთან რაღაცა შინაგანი სულიერი კავშირის ჩამოყალიბება ბიბლიის კითხვის შედეგად და ესე იგი როგორც ვთქვით, თავდაპირველი ეტაპი ეს არის, რომ რაღაცნაირად ჩვევაში გამოვიმუშაოთ ხშირი ურთიერთობა წმინდა წერილთან და მე ეს რომ დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ თვითონ ეკლესიური საზოგადოებაც შიც არის ახლა ისეთი სამწუხაროდ გამონაკლისი შემთხვევები, რომ თავის რაღაცა ჭკუით განმარტავენ წმინდა წერილს. წმინდა წერილი საკმაოდ ღრმარი, უკიდეგანი, მოდი ესე ვთქვათ და თავად მაცხოვარი რომ ქადაგებ და მოციქულები ამას ვერ იგებდნენ და ეკითხებოდნენ რომ აი აქ როგორ არის და ამის შემდგომ უფალი განმარტავდა იმ ქადაგებას, ამ სწავლებას, ამ იგავს და უნებრივად დღეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია ეს, რომ ჩვენ გვესმის მინდა წერილი და ნუ დავინტერესდით, აი როგორ, რანაირად, როგორ დავნერგოთ ეს, როგორ გავიგოთ ეს და თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ხედვა წმინდა წერილის განმარტებაზე, ჩვენებური აზრი, შევადაროთ ეს ეკლესიის პოზიციას. ეკლესიაში არსებულია წმინდა მამებისეული განმარტება, სხვა ხომ არ არის და ჩემი ეს ხედვა სხვა ხომ არ არის წმინდა წერილის მიმართ. ასე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის. წირვაზე რომ მივდივართ წირვის დროს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი არის სახარების ამოციქულოს კითხვა, სახარების კითხვა, უძველესი ლიტურგიკული წესის მიხედვით ეგრევე სახარების საკითხვის შემდეგ მღვდელი განმარტავდა სახარებას და თუ შენ მარტო ამით ყოფილდები, ისე ვერ დაისადგურებს უფლის სიტყვები შენში და ვერ გაიდგამს ფესვებს. შენ წინასწარაც უნდა რაღაცნაირად აი თქვენ გააქვთ ესეთი პარასკევის სტილის გადაცემაში საკვირაო სახარების განხილვა და ეს ძალიან აუცილებელია რომ ჩვენ ამაზე ვიფიქროთ, ამაზე ვიზრუნოთ თუ აი კვირას რომ წავალ ეკლესიაში რომელიც სახარება იქნება წინასწარაც ვიზრუნოთ და მერე უკვე აი ამის შემდგომ რომ გამოვალთ ვიფიქროთ აი ყოველივეზე და როგორც ვთქვით ვეცადოთ რომ დავნერგოთ ეს პრაქტიკულ ცხოვრებაში. არის შემთხვევები, მამ დავით და შეიძლება თქვენ შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანი წირვაზე მოსული სახარებას მოისმენს და შემდგომ ტოვებს ტაძარს. რამდენად სწორი არის ამგვარი ქმედება და შემდგომ მამისა, ვთქვათ, რას აკლდება, როდესაც აღარ ესწრება უკვე დანარჩენ პროცესს. ნუ აი თავარი კულმინაცია რაც არის ახალი აღთქმის და თავად სახარების ცოცხალი შესრულება და მაცხოვრის ესე ბოლო მიზნად მიმართული მოქმედება მოციქულებთან მიმართებაში და ეკლესიაში მთავარმცნებასთან მიმართებაში ეს არის წმინდა ზიარება, ხო? და ნუ ჯერ არის სახარების კითხვა ეკლესია ლიტურგიკულ მსახურებაში თანდათანობით ჩვენ გვამაღლებს და გვამზადებს ქრისტესთან თანაზიარებისთვის ზიარება უკვე დასკვნით ნაწილში არის სახარება არის დაახლოებით შუა ნაწილში და რა თქმა უნდა თუ ადამიანს რაიმე ისეთი გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს აუცილებლად სახარების მოსმენის შემდეგ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ღვთისმსახურებაზე დასწრება. მე გეთანხმებით მართლაც ჩვენ ვახსენეთ ის რომ უძველესი ლიტურგიკული წესის მიხედვით ქადაგება ხდებოდა სახარების კითხვის შემდეგ და ჩვენც კვირას ესე ვაკეთებთ და ისეც გაგვიკეთები, ისეც ვაკეთებთ, ანუ ბოლოშიც ვქადაგებთ და შუა ნაწილშიც და
უფრო შედეგიანი გადაგება არის მაშინვე, ესე იგი სახარების მოსმენის შემდეგ ადამიანები უფრო რაღაც საუბაში არიან, რომ ეს ესე იგი მოსმენილ სახარებას უკვე განმარტებაც თან შეერთონ, დართონ და ნუ რაღაც უკვე გამოვიდეს. თავარი ჩვენთვის არის სახარების შესრულება, როგორც დაწერილია, არა მსმენელნი ჟულისანი განმარტავდნენ, არამედ ყოფილნი ჟულისანი. აი ახლა ესეც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ იდეაში რომ მოხდები ჩვენ ღვთის წინაშე რა იქნება. უფალი გვეუბნება, თუ თქვენ მხოლოდ ისმენთ ჩემს სიტყვებს და არასრულებთ, მაშინ თქვენ მე კი არ დააგშით, არამედ ჩემი სიტყვები დააგშით, რადგანაც თქვენ ეს ყოველივე ანუ მიხვედით იმ დონემდე, ეს არის გარკვეული სულიერი დონე, რომ შენ მიაღწევ იმას, რომ მიკითხო ბიბლიის სიტყვები, იცოდე მისი განმარტებები და ეს ყველაფერი გქონდეს საკუთარ არსებაში. მაგრამ თუ შენი ცხოვრებით არ ცდილობ რომ შეასრულო სახარებისეული მცნებები, ქადაგებები, მოწოდებები, მაშინ შეიძლება ყველაზე მეტად შენ აღმოჩნდე ღვთისგან განგდებული მარადისობაში, ვიდრე აი ყველაზე ბოლო ათეისტი, ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება და როდესაც ჩვენ ვიღებთ წმინდა წერილს ხელში და ვიწყებთ უკვე მის შემეცნებას, უკან დახევის უფლება ნამდვილად არ გვაქვს. ესე იგი, უნდა უარყოთ საკუთარი თავი და შეუდგეთ ქრისტეს და ესე გავაგრძელოთ. ხა სინანულიც რა არის, ხომ ჩვენ ყოველდღურად ვნანობთ იმას, რომ ვერ ვასრულებთ სახარებას. სახარება ერთს მეუნება, მე მეორეს ვაკეთებ. ჩემი დაცემული ბუნება სხვა მიმართულებით მკაჩავს მე და სწორედ ამას ვნანობ მე სახარებაში, სწორედ აღსარებაში, რომ მე ძალიან განშორებული ვარ ღვთისგან, როგორც მოწმობს ამაზე, ხომ, უფალი, რომ ადამიანი ამწუხაროდ მიდრეკილია სიბოროტისკენ და ყველაზე მეტად რასაც უნდა ვნანობდეთ, ეს არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთთან მარადიული ურთიერთობა. მარადიული კი არა, ძალიან ხშირად რამდენიმე წუთით ურთიერთობაც, ესე პირდაპირი კავშირი, ცოცხალი ურთიერთობა არ შეგვიძლია ღმერთთან, მაგრამ აი ეს დროითი მოცემულობა რაღაცნაირად უნდა გავზარდოთ. არის ახლა მაგალითად ეკლესიაში ეს გამოცდილება, როდესაც იწყება მარხვები, ჩვენც ახლა ქრისტესშობის მარხვაში ვიმყოფებით, მარხვის დროს ადამიანს უფრო მეტი პოტენციალი აქვს იმ საღვთო მადლის დამტევნელობის და მთელი რიგი მსახურებები ემატება. ნუ ქრისტესშობის მარხვაში იმდენად არა, უფრო მეტად აი დიდი მარხვის პერიოდში ნაცვლად იონა ქროპერის სირვები, არის ბასილი დიდის სირვები, იქ არის ეფრემასურის ლოცვები, პირველ შეწერულის ლიტურგიები და სახარების კითხვები და მთელი რიგი მსახურებები, რომლითაც ცდილობს ეკლესია, რომ ადამიანში უფრო მეტად დატიოს, ჩაატიოს ეს ღვთისმადლი, რომ ადამიანისთვის ეს ყველაფერი უცხო არ იყოს. თუ ამ ცხოვრებაში არ ვისწავლეთ ჩვენ ქრისტესთან ურთიერთობა და ერთ-ერთი მძლავრი საშუალება არის სწორედ წმინდა წერილი, მაშინ მომავალ ცხოვრებაში როგორ გავაგრძელებთ სასუფეველში მასთან ერთობას და სიცოცხლეს. მამა დავით, არის პრაქტიკაში შემთხვევა თან არაერთი, რაც თავადაც ახსენეთ თქვენი საუბრის დროს, როდესაც ადამიანი კითხულობს წმინდა წერილის ახალი აღთქმის ამა თუ იმ თავს და საკუთარი აზრი, შეხედულება გამოაქვს კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე, რამდენად გვაქვს სინამდვილეში ამის უფლება საკუთარი შეხედულებით განმარტოთ ესა თუ ის თავი ახალი აღთქმის და რამდენად საჭიროა ამ გზაზე ჩაერთოს სულიერი მოძღვარი ეკლესიას ზოგადად, როგორ მივიტანოთ ახალგაზრდებამდე სწორი სიტყვა, რაც წმინდა წერილშია ნათქვამი. დიახ, ეს ძალიან აქტუალური საკითხი არის, ამაზე ყოველთვის მუშაობდა ეკლესია და დღესაც ყოველდღე ამაზე ვფიქრობ ჩვენ როგორ მივიტანოთ ეს ყველაფერი ერამდემ, რომ თუ ჩვენ უბრალოდ ვიქადაგებთ, უბრალოდ ვიმოქმედებთ იმ ტაძრებში მსახურებები აღესრულება, თუ ეს ადამიანებამდე არ დავიდა, რა აზრი იქნება, ხო? ამ ყველაფერს ეკლესიის მისია ეს არის, რომ ადამიანებში გააღრმავოს რწმენა. ნუ ამისთვის პირველ რიგში ჩვენ უნდა ესე იგი ავირჩიოთ ბიბლიის რედაქცია, მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში, რომ ეკლესიაში ხარ რა რედაქციითაც იკითხება ეს მინდა წერილი, ახალი აღთქმა, ეს არის მე-11 საუკუნეში მიღებული რედაქცია, ხომ, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების, იქ ბევრი ისეთი სიტყვა არის ოლქართული, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ვერ იგებს და ამწუხაროდ, ნუ ძველად სკოლებში რაღაც დონეზე ეს ძველი ქართული ენის ნორმები ისწავლებოდა
მათ შორის ეს ანბანიც, მაგრამ დღეს ესე აღარ არის და იმ ახალგაზრდას აღარ ესმის ეს, ესე იგი გიორგი მთაწმინდელის და მთაწმინდელების მიერ რედაქტირებული სახარების ციტატებით ურთიერთობა. ამისთვის არსებობს თანამედროვე ბიბლია, ბიბლიები და ბიბლია ზოგადად და კარგი იქნება რომ თქვათ თავდაპირველად, ორივე უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ თუ ვერ ვგებულობ ჩვენ ამას, აი მრევლზეც უნდა ითქვას, რომ ისე აი ხო ვიცით რომელი თავის, რომელი მუხლები იკითხება ეკლესიაში და მოდი აი თანამედროვე ქართულიდან აღმოვიკითხოთ ეს. მთლიანობაში ჩვენ თუ არ ვიმუშავებთ ჩვენ თავზე, ესე ვიღაცამ ისე რომ აიღოს და გონებაში და გულში ჩაგიდოს, ესე არ გამოვა. სამწუხაროდ დღეს ოჯახებს, მშობლებს აღარ აქვთ იმისი დრო და საშუალება, რომ შვილებს ბიბლია წაუკითხონ, იმიტომ რომ დღედაღამ მუშაობენ ფაქტიურად და ადამიანის სახლში რომ მედის უკვე არის დაღლილი. მადლობა ღმერთს რომ დღეს რაღაცა ესე მცირედი დოზით როგორც ესეთი პიტა ბიბლიის სწავლება არ არის ეხა ეს რაც ჩამოყალიბდა ღირებულებით განათლების კლუბები. ესეც ხომ ყველა სკოლაში არ არის ეხა 50 კიდე რამდენიმე სკოლა ემატება 70 მაქსიმუმ 100 სკოლა თქვა სიტყვაზე. ესეც არის რაღაც სხვაში წვეთი. მთლიანობაში თუ ეხა ესე იგი ბავშვი თავის ყველაზე მთავარ დროს სკოლაში ატარებს, ალბათ აი სკოლები უნდა დაეხმაროს ეკლესიას, იმაში რომ აი წმინდა წერილი ისწავლოს ბავშვებმა. იმიტომ რომ დღეს რა პრობლემებიც არის ჩვენ საზოგადოებაში, ეს ყველაფერი მოდის უცოდინრობიდან. ხომ აი კაინი და აბელი. სამწუხაროდ მოხდა შემთხვევა კაინმა მოკლა აბელი, მაგრამ აბელი ხო მოსიყვარულე იყო. დღეს ორივე ხშირად ვეუბნები ბავშვებს, რომ ნუ იქნებით ორივე კაინი, ერთ-ერთმა დათმეთ და აბელი იყავით. ხო აი ორივე მხარე კლავს ერთმანეთს ხუბობენ, ხელს ურტყავენ, ლანძღავენ, აგინებენ ერთმანეთს და თუ ჩვენ აი ბიბლიის სიყვარულს ბიბლიის მეგობრობას, ღმერთთან ურთიერთობას დავნერგავთ მოსწავლეებში, ბავშვებში, რა თქმა უნდა, კარგ შედეგებს მივიღებთ. ანუ ბიბლია ისეთი წიგნია, რომ ეს ხო არ არის რაღაც რელიგია, ხო? ბიბლიას ყველა აღიარებს, ბიბლია სიყვარულია, ბიბლია ღმერთთან ურთიერთობა და რატომ გვეშინია რომ თქვათ ეს ბიბლია ვასწავლოთ უფრო მეტი დოზით. რა საკიდან არის უფრო მისაღები მამანდავით რომ ჩვენ შვილებს ბავშვებს თქვათ გავაცნოთ და დავაწყებინოთ კითხვა და გააზრება. აი უკვე როდესაც ბავშვს აქვს იმის უნარი რომ ჩვენ მოგვისმინოს, ჩვენ შეგვიძლია ეს ეპირი მცირე ეპიზოდური გადმოცემებით ჩვენს ბავშვებს უთხრათ რომ აი უფალს უყარდა ბავშვები, უფალმა ჩვენი სიყვარულისთვის ჯვარცმა დაითმინა და თავად აი ჩვენ გონია რომ ბავშვებმა არ იციან, ჩვენზე მეტი იციან და ჩვენზე მეტი სიწმინდე აქვს ბავშვებს და მე როდესაც შევდივარ სკოლაში ბავშვებთან, ისეთ შეკითხვებს ვამენ, თვითონ ხშირად მასწავლებლებსაც პირი ღიარჩებათ ხოლმე რა. აი შეკითხვას ხშირად მასწავლებლის პასუხს ვერ სცემს. იმდენად ღრმა შეკითხვებს ვამენ ბავშვები და როგორც კი უკვე ეს მოსმენის უნარი უჩნდება ბავშვი, უკვე ჩვენ შეგვიძლია ნენელა მას ეს ღვთის სიყვარული გადავცეთ და შთავნერგოთ მასში, რაც უკვე საბოლოოდ მისი მთელი მომავალი ცხოვრების გამსაზღვრელი გახდება. ისიც უნდა უთხრათ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი სწორედ წმინდა წერილში არის. დიახ, ნამდვილად ყველაფერზე არის პასუხი. ისე იგი ყველანაირი პერიოდულად გამოდის პოპულარული წიგნები, ხო? აი ხალხი აიტაცებს ამას, აიკითხავენ ერთხელ ორჯერ და მერე უკვე იდება თაროზე და აი წიგნს არავინ აღარ უბრუნდება, ხო? გადის საუკუნეები, მაგრამ ნუ ბიბლია ყოველთვის ის აქტუალური წიგნი არის. დღეს ყველაზე გაყიდვადი წიგნი არის, რომ როდესაც სული წმინდით აღსილი წინასწარმეტყველები, მოციქულები წერდნენ ბიბლიას, ეს იყო ყველა ეპოქაზე გათვლილი. კი, ხა ძველ აღთქმაში საუკუნეების განმავლობაში წერებოდა ბიბლია, ახალ აღთქმაში პირველ საუკუნეში შედგა ბიბლიის წიგნთა ნუსხა, მაგრამ დღეს ჩვენ ვკითხულობ ბიბლიას და ხედავთ რომ ეს ჩვენთვის დაიწერა სახარებისეული პერსონაჟების ადგილას. მე საკუთარ თავს ხედავ, როგორც ანდრია კრეტელი ამბობს თავის სინანულის კანონში, აი მე შენ წარმოგიჩინე ცუდი მაგალითები, ღვთისგან განშორებულთა მაგალითები, კარგი მაგალითები და აირჩიეთ კარგი და ცუდს გაემიჩნეთ. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისთვის მამადავით დაგემშვიდობებით. წყლის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მერხობიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.